აგენტო, რომლის საქმიანობა ასოცირდებოდა არაერთ წარმატებულ პროექტთან და რომელიც ბიზნესისთვის ალტერნატიული ფინანსური რესურსის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა, საზოგადოების წინაშე სახეცვლილი სახით წარდგა. აწარმოეს საქართველოში ბაზაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ჩამოყალიბდა. კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრმა ღია თქვა, რომ ორგანიზაციის მიმართ მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია, რადგან ახალი სტრუქტურით იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, კორპორაცია არ იქნება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე კონცენტრირებული. ჩვენი დიდი სურვილია გავზარდოთ მასშტაბები და გავაფართოვოთ სერვისის კომპონენტი, რათა მსხვილ სექტორებზე დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. აღნიშნა მარიამ ქლუიშვილმა. როგორ ხედავს კორპორაციის საქმიანობას და რა იცვლება ბიზნესისთვის ამ ახალი ერთეულის ჩამოყალიბებით, აქ თუ არა კორპორაციას რეალური შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საკუთარი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო 10 წელიწადში 40 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. ბიზნეს პარტნიორი სტუმარია საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ როდესაც აწარმოეს საქართველოს წარმომადგენლები ამ ეთერში სტუმრობდით, ყოველთვის ისეთი სიახლეებით და ისეთი შედეგებით იყავით ხოლმე საზოგადოებისა და მაყურებლის წინაშე, რომელიც მართლა თვალშისაცემი იყო. სწორედ ამის გადმოსახედიდან ვეცდები დავსვა ყველა ის კითხვა, რომელიც მოლოდინს უკავშირდება კორპორაციის მიმართ, იმიტომ რომ ის შედეგები, რომელიც აწარმოეს შემთხვევაში საკმაოდ სერიოზულად დადეთ სააგენტო, რეალურად ეხა პასუხისმგებლობას ბევრად გიზრდით ამ მიმართულებით. თავდაპირველად რომ ვისაუბროთ იმაზე, რა არის კორპორაციის თავარი მიზანი, რაზეა ორიენტირებული, რა უნდა გააკეთოთ და შესაბამისად მე უკვე მივყვეთ იმ პრიორიტეტებს, იმ მიმართულებებს, რომელიც იქნება კორპორაციის მთავარი მიმართულებები და მე ვახსენე კიდეც 40 მილიარდი, ეს ძალიან დიდ თანხაზეა, ხო, რეალურად საუბარი. რაში, როგორ, რანაირად უნდა დაიხარჯოს და მე ამის გაკონტროლებას როგორ მოვახდენთ? მოგესალმებით, მაია, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გარდაიქმნა სააგენტო აწარმოება საქართველოში და ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კორპორაციას ზურგს უმაგრებს ის 12 წლიანი გამოცდილება, რომელიც სააგენტო აწარმოება საქართველოში დააგროვა და ის ბენეფიციარების ბაზა და გაკეთებული საქმეები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გავაკეთეთ. კორპორაციას აქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და სანამ გეგმებზე გადავალთ, ძირითადად კორპორაციის უნდა ვისაუბროთ, რატომ გარდაიქმნა სააგენტო აწარმოება საქართველოში კორპორაცია და რას გვაძლევს ეს ახალი მანდატი. რა თქმა უნდა, ეს გარდაქმნა გამოწვეულია განვითარების იმ ეტაპიდან და გამოწვევებიდან, რომელიც დგას დღეს ქართული ბიზნესის წინაშე და კერძო სექტორის წინაშე. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში დგას, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ესეთი სიტყვები, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომელიც დგას ამ სიტყვების უკან. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დაახლოებით ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ის ოდენობით. ეს არის 15 მილიარდი ლარი, რომელიც უნდა იქ ყოფილიყო მოზიდული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დღეს არ აქვს მათ ამ რესურსზე წვდომა. ამას აქვს მრავალი მიზეზი. რომ გავშალოთ ეს მიზეზები, ერთი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის მაგალითად დაფინანსების ალტერნატიული წყაროების სიმცირე. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ტრადიციულ წყაროებში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დგას მაგალითად ტრადიციული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობასთან, ტრადიციული დაფინანსების წყაროებში გულისხმობთ საბანკო სექტორს და მესამე ძირითადი პრობლემა არის ცოდნა გამოცდილება, რომელსაც სჭირდება ასევე ხელშეწყობა და ზუსტად აი ამ სამი მიმართულებით გავაკეთებთ ფოკუსირებას, რომ დავიწყოთ მაგალითად დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარების მიმართულებით სააგენტოს აქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და თქვენს ეთერშიც არაერთხელ გვისაუბრია მაგალითად ბონდების გამოშვების პროგრამასთან დაკავშირებით, კაპიტალის ბაზრის თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ ძალიან სერიოზულ აქტიურობას. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს არის ბონდების პროგრამის გაფართოება და უფრო მეტი მხარდაჭერა იმ ბიზნესების, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოიზიდონ დაფინანსების ახალი რესურსი აი ამ ინსტრუმენტით. მეორე, ეს არის კაპიტალის ფონდების შექმნის მხარდაჭერა და სააგენტო მოახდენს კაპიტალის ფონდებში ინვესტირებას. მესამე მსხვილი მიმართულება, რომელიც მიმართულებითაც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ნაბიჯების გადადგმა უკვე, ეს არის ფაქტორინგის მიმართულება, რომელიც
რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს დაფინანსებაზე წვდომა. ეს არის ერთი მსხვილი მიმართულება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების. რაც შეეხება კიდე ერთ მსხვილ მიმართულებას, ეს არის არსებული წყაროების გამრავალფეროვნება და მხარდაჭერა და კორპორაციის სხვა ტიპის ჩართულობა, ვიდრე აქამდე აკეთებდა კორპორაცია აწარმოებს საქართველოში. მაგალითად, თუ აქამდე აწარმოებს საქართველოში სესხის პროცენტის სუბსიდირებით, საკრედიტო საგარანტიო სქემით, მიკროსესხით მხარს უჭერდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ეს ინსტრუმენტები გაგრძელდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუმცა დაემატება ახალი სასესხო ინსტრუმენტები, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად სინდიცირებული სესხის სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ან სესხის სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტი, რომელსაც კორპორაცია თვითონ შესთავაზებს ქართულ მცირე-საშუალო თქვენთან ახსენეთ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქართული ბიზნესისთვის სწორედ ეს არის დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, როდესაც მხოლოდ საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან შეიძლება სესხის აღება და ალტერნატიული რესურსი არ არსებობს. სწორედ აწარმოი იყო ერთ-ერთი მაშველი რგოლი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ის პროგრამი, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ნამდვილად ამ როლს ასრულებდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებით. მსხვილ ბიზნესზე ცალკე ვისაუბრებ, რადგან ეკონომიკის მინისტრმა ძალიან ხაზი გაუსვა ამ ნაწილს, ხო? მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა და მათ შორის ჩემთანაც რამდენიმე ადამიანმა იკითხა, რომლებსაც ამ მიმართულებით ჰქონდათ გეგმები, რომ მოემართათ აწარმოებისთვის. რეალურად რა იცვლება მათთვის? აი მაგალითად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. თქვენ ხა ჩამოთვალეთ, როგორ შეუძლიათ მოგმართონ, რა პროგრამები გრძელდება, რა პროგრამები დაემატება, როგორ ხდება განვითარება კაპიტალის ბაზრის ნაწილს და ფონდებს ცალკე მიუბრუნდები. მე ხავ საუბრობ მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილზე, რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ, ამ კომპანიებმა იცოდნენ, რომ ის დანაკლისი მათ შორის 15 მილიარდი რაც ახსენეთ, ხო? სავალუტო ფონდის მონაცემებით რეალურად შევსებადი თუა კორპორაციის ახალი გზავნილებისა და ახალი პროგრამების საშუალებით. 15 მილიარდ შესაძლოა ვერ იყოს მთლიანად ამოვსებული ეს პრობლემა, მაგრამ მთლიანობაში წინ გადადგმული ნაბიჯი თუ გვექნება. თანხებს როცა ვახსენებთ და თქვენ 40 მილიარდი ახსენეთ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კორპორაციას აქვს ამბიცია, რომ ხელი შეუწყოს 40 მილიარდი ლარის ინვესტირების მოზიდვას ქართულ კერძო სექტორში. ეს არის მაგალითად ესეთი გრძელვადიანი გეგმა. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. დღეს თუ გადახედავთ, მაგალითად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ძირითადი წყარო არის საბანკო კრედიტი. დაახლოებით 28 მილიარდი ლარი საბანკო კრედიტია დღესდღეობით, რასაც იყენებს მცირე და საშუალო ბიზნესი დღეის მონაცემებით. ჩვენ კარგი კითხვაა, რა მოსდის იმ პროგრამებს, რომლებსაც აქამდე სააგენტო აწარმოებს საქართველოში ახორციელებს. პირველ რიგში ჩვენი ყველაზე დიდი ხნის პროგრამა, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გრძელდება შეუფერხებლად დღესაც და მომავალშიც კომპანიებს საშუალება აქვთ, რომ გამოიყენონ აღნიშნული პროგრამა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, ამჯერად უნდა მოგმართონ კორპორაციას. ამჯერად უნდა მოგმართონ კორპორაციას, თუმცა რჩება მაინც სისტემა ისეთივე ამ პროგრამებისთან მიმართებაში ისეთივე როგორც იყო. მაგალითად, ეს პროგრამა სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა კონკრეტული ხორციელდებოდა და განხორციელდება ბანკების გავლით. პროცესი იგივე რჩება. იგივე შეეხება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი იყენებდა. მიკროსესხების პროცესი იმთავითვე სხვანაირად მიმდინარეობდა 20-დან 50,000 ლარამდე სესხების გულისხმობ. ჩვენთან უნდა მოვიდეს ბენეფიციარი, ჩვენ ვამუშავებთ მასთან ერთად სესხის განაცხადს და შემდეგ მიდის ფინანსურ ინსტიტუტში. რაც შეეხება ახალ ინსტრუმენტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, წერილნაც ვახსენე, ეს არის სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნება. რაში გამოიხატება იმაში, რომ პირველ ეტაპზე კორპორაციას აქვს გეგმა, რომ შესთავაზოს ბიზნესს სინდიცირებული სესხები. ანუ კორპორაცია იქნება სესხის ერთ-ერთი გამცემი, რომელსაც აქამდე არ აკეთებდა და აქამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებით შემოვიფარგლებოდით. ასევე ამ გეგმას აქვს გაგრძელება, რომ კორპორაცია თავად შეძლოს მომავალში კონკრეტული მიმართულებებით დაფინანსების შეთავაზება. კონკურენტი უჩნდებით საფინანსო სექტორს და ის ალტერნატიული დაფინანსების წყარო ამ შემთხვევაში კორპორაცია ჩნდება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ არ ვიყოთ კონკურენტები, არამედ ვიყოთ პარტნიორები, რომ შევავსოთ ის გამოწვევები და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს მაგალითად საბანკო სექტორის წინაშე. და გამოწვევები რამდენიმე ტიპის არის. საინტერესო. საპროცენტო განაკვეთის მოცულობა და ზომა. მეორე, დაფინანსებისთვის უძრავი ქონების ან სხვა ტიპის უზრუნველყოფის მოთხოვნა და მესამე საპროექტო დაფინანსების ნაკლებობა, რასაც project financing-ს ვეძახით, როცა ხდება პროექტების დაფინანსება საბანკო სექტორის მხრიდან. აი, დაახლოებით ამ საპროცენტო განაკვეთი იქნება უფრო დაბალი
როგორც ხვდები და უზრუნველყოფასაც არ მოითხოვთ ისეთი პირობებით, როგორცაც ითხოვს ბანკი. უზრუნველყოფას დღესდღეობითაც საკრედიტო საგარანტიო სქემაში აწარმოეს საქართველოს სქემა, რასაც ხორციელდებოდა 80%-ის უზრუნველყოფა სახელმწიფოსი იყო პროგრამის ფარგლებში და იქაც გულისხმობთ იგივეს, რომ ჩვენ როცა დავიწყებთ ინიციირებული ცეცხლების გაცემას, უზრუნველყოფის მოთხოვნა გვექნება გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე ექნებოდა კლასიკურად. ხო, ხვდებით, რომ იმდენად მიზიდველი ფორმულირებები ჩამოაყალიბეთ და ამას თუ მოყვება რეალურად მე უკვე კონკრეტული შედეგები ბიზნესი პრაქტიკულად თქვენსკენ წამოვა. ასეთ შემთხვევაში დავუშვათ პრიორიტეტი რა არის, რას დააფინანსებს დავუშვათ კორპორაცია, რომ რეალურად იყოთ პარტნიორები და არა კონკურენტები საფინანსო სექტორის. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის ეხება სინდიცირებებს საფინანსო სექტორთან ერთად კორპორაციას აქვს კონკრეტული როლი, რომლითაც ის გამოვა. კონკრეტულ ლიმიტებზე საუბრისგან დღეს დავშევიგავებთ, იმიტომ რომ იქნება მომავალში და გახდება საჯარო, თუმცა დაფინანსების მიმართულებით აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს ის პრიორიტეტული საჭიროება, რომელიც ზის ჩვენს პრიორიტეტში. იქნება ეს ექსპორტის ხელშეწყობა მაგალითად, იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით გააქტიურება თუ სხვა ისეთი მსხვილი პრიორიტეტი, რაც არის ზოგადად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჯდება პრიორიტეტში, მათ შევთავაზებთ ამ ალტერნატიულ მექანიზმებს. ეს პრიორიტეტები განსაზღვრული არის წინასწარ, ანუ ყველა მეწარმეს ეცოდინება, რომ ეს არის პრიორიტეტი და ამის ირგვლივ უნდა იმუშაოს, თუ ეს პრიორიტეტის დამდგენები ამ შემთხვევაში კორპორაცია სუბიექტურად ადგენს. პრიორიტეტები იქნება განსაზღვრული წინასწარ აუცილებლად თუ რა მიმართულებით მოხდება ვთქვათ ამ სასესხო ინსტრუმენტების გააქტიურება და ხელმისაწვდომობა რა მიმართულებებით ექნებათ კონკრეტულ მეწარმეებს. კი ბატონო, ეხლა რა ჯიხმა მსხვილ ბიზნესებს, ეკონომიკის მინისტრმა თქვენი წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს არ უნდა შემოვიფარგლოთ და ამ კორპორაციამ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს მსხვილი პროექტების ფინანსურ მხარდაჭერაში და მაგალითად მოიყვანა ენერგეტიკის სექტორი. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგეტიკის სექტორში გვქონდა ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე საკმაოდ სერიოზული პრობლემა, როცა მსხვილ ჰესებთან მიმართებაში ძალიან არასწორი ინფორმირებისა თუ სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით რეალურად გაჩერდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საბოლოოდ ვერ ახორციელებთ, ფაქტის სახეზეა. ბევრი წინააღმდეგობა ისევ არასწორი კომუნიკაციისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით სხვადასხვა პროექტებთან მიმართებაში. აი ამ შემთხვევაში ენერგეტიკაში პირობითად რა როლის შესრულება შეგიძლიათ ენერგეტიკული პროექტების მიმართებაში? რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომლებზეც ისაუბრა ქალბატონმა მინისტრმა, აქ კორპორაციას ექნება განსაზღვრული როლი. მათ შორის ერთი ყველაზე დიდი როლი, რაც შეიძლება ნებისმიერი პროექტის, მსხვილი პროექტის განხორციელებაში კორპორაციამ შეასრულოს, ეს არის ანალიტიკური უზრუნველყოფა ამ მსხვილი პროექტების. ეს შეიძლება იყოს ინიცირება, დაფინანსების წყაროების შეკრება, მობილიზება და კონსოლიდაცია კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე იქნება ეს რომელიმე კონკრეტული სექტორის, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის თუ სხვა სექტორის მიმართებაში. აქ შეიძლება შედიოდეს წერანაც ვახსენე, მაგალითად ეგრეთ წოდებული განხორციელებადობის კვლევის მომზადება. მერე შემდეგი ეტაპი პროექტის განხორციელების შეიძლება იყოს დაფინანსების წყაროების შეგროვება, მათ შორის სხვადასხვა წყაროებიდან, ინვესტორების მოძიება, ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკება და ასე შემდეგ. ანუ ფინანსურად პროექტის შეკრა და მათ შორის სახელმწიფოს როლის განსაზღვრა და შემდეგ უკვე პროექტის იმპლემენტაცია და მისი ზედამხედველობა. ეს არის ძირითადი როლი და ფუნქციები, რომელსაც შეასრულებს კორპორაცია კონკრეტული მსხვილი პროექტების აქაც განსაზღვრული არის პროექტები და მიმართულებები, ენერგეტიკა ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვანე, რადგან მინისტრმა ახსენა. აქაც გვაქვს ჩამონათვალი, რომელ მიმართულებებთან დაკავშირებით შეიძლება ასეთი მიდგომები არსებობდეს? აქ გვაქვს აუცილებლად გვაქვს სექტორული ჩამონათვალი და გვაქვს კონკრეტული პროექტების მიხედვით ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა სექტორს. იქნება ეს რაღაცა ლოჯისტიკასთან დაკავშირებული, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული თუ ასე შემდეგ კონკრეტული პრიორიტეტები, რაც განსაზღვრა ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, რომელი მიმართულებითაც იმუშავებს კორპორაცია, რომ განხორციელდეს მსხვილი სტრატეგიული პროექტები. ექსპორტის ხელშეწყობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც აწარმოემ გააკეთა თავისი ამ 12 წლიანი საქმიანობის განმავლობაში. ეხლა რა ხდება ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით და როგორ ფიქრობთ, რომ დაეხმაროთ იმ კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულები? ექსპორტის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ საინტერესო ძროები. 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საქართველოსთან ექსპორტმა. აქედან 3.5 მილიარდი დოლარია დაახლოებით ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ქართული პროდუქციის ექსპორტი, რაც გადის ქვეყნის გარეთ და გვაქვს ასევე საინტერესო მაგალითად ტენდენციები. სულ ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 11,000 ექსპორტიორი. ამ 11,000 ექსპორტიორიდან უმეტესობა არის რეექსპორტიორი, ანუ იმპორტს ახორციელებს ჯერ და შემდეგ ახორციელებს
ექსპორტს. დაახლოებით 2700 კომპანიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ახორციელებენ ქართული პროდუქციის ექსპორტს. ეს არის ჩვენი სამიზნე კომპანიები და ამ კომპანიების გამრავლება არის მიზანი კორპორაციის, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის მიმართულების ხელშეწყობაზე. სააგენტო და კორპორაცია აქამდე ექსპორტიორებს თავაზობდა სხვადასხვა მხარდაჭერის მექანიზმს და ეს გამოიხატებოდა მაგალითად საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ტრენინგ კურსების შესთავაზებით და ასე შემდეგ. დღეიდან და გვაქვს გეგმაში რომ შევთავაზოთ სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერა, განახლებული მექანიზმები, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები ექსპორტიორებს. მაგალითად 2025 წლის სექტემბერში ჩვენი სესხის პროცენტის სუბსიდირებაში გავაჩინეთ სპეციალური ტერმინი საექსპორტო სესხი. საექსპორტო სესხი გულისხმობს იმას, რომ მეწარმეს, ვისაც სურს რომ პროდუქცია აწარმოოს იმისაც, რომ გაიტანოს ის ექსპორტზე, შეუძლია 100% საბრუნავი საშუალებებით აიღოს სესხი. ჩვენ ამ სესხზე უზრუნველყოფთ პროცენტის სუბსიდირებას და უზრუნველყოფთ 80%-იან გარანტიას ამ სესხისას და მას შეუძლია რომ ეს პირდაპირ გამოიყენოს ნედლეულის შესაძენად და შემდეგ მოსამზადებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადავდგით. შემდეგი ნაბიჯები, რომელსაც ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით გადავდგამთ, ეს იქნება ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებული. იქნება აკრედიტივებთან თუ სხვა ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო ფაქტორინგი. ასევე კიდე ერთი ნაბიჯი ექსპორტის მიმართულებით, რომელიც სიახლე იქნება საზოგადოებისთვის, ეს არის ლოჯისტიკასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება და ამ მიმართულებით კონკრეტული პროგრამა უკვე გვექნება მომდევნო თვის დასაწყისში, რომელსაც დავაანონსებთ და რომელიც გახდება უკვე საჯარო, მისი კონკრეტული პირობები გახდება უკვე საჯარო მეწარმეებისთვის. და ზოგადად ექსპორტის მიმართულებას უყურებთ ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას და გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ კომპლექსური მიდგომა. მათ შორის ექსპორტიორებს გვინდა ან პოტენციურად ექსპორტის დაინტერესებულ პირებს გვინდა რომ შევთავაზოთ საკმაოდ ისეთი ვრცელი ტექნიკური დახმარების პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათთან ერთად დავსხდეთ და გავიაროთ და გავიაზროთ ის პრობლემები, რომლებიც აფერხებს მათი მხრიდან ექსპორტის განხორციელებას. იქნება ეს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები. იქნება ეს წარმოების მოცულობასთან, რომელიც აქვს კომპანიებს, რომელიც ხშირად არის გამოწვევა ჩვენი დაკვირვებით, რომ რაღაც კონკრეტული წარმოების მოცულობა უზრუნველყონ. იქნება ეს სტაბილურობასთან და ხარისხის სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები. მათთან ერთად გავწეროთ გეგმა, რომელიც მათი მხრიდანაც ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ განახორციელონ ის საჭირო და აუცილებელი ინვესტიციები და ჩვენი მხრიდანაც ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ დავეხმაროთ მათ ტექნიკური დახმარება იქნება, სერტიფიცირებაში მხარდაჭერა იქნება თუ სხვა მიმართულებით მხარდაჭერა, რათა ის გეგმა შესრულდეს, რასაც ერთად გავწერთ მათი გამოწვევებიდან იმდენად მნიშვნელოვანი მიმართულები ჩამოთვალეთ ექსპორტის ნაწილში. ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ როდესაც იწყებ ექსპორტს, რეალურად შეგიძლია თუ არა საკმარისი რაოდენობის წარმოება მიწოდება, შეგიძლია თუ არა დროულად უზრუნველყო და შემდგომ რომ შეუძლებელია რომ აი ამ საქმეში პირდაპირ მნიშვნელობით წარმატება არ გისურვოთ, მაგრამ რეალურად რამდენად ფიქრობთ, რომ ეს განხორციელებადია სახელმწიფო, უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ეს ხო უფრო კერძო სექტორის მიმართულებაა და ამ შემთხვევაში სახელმწიფო რატო იღებთ ამ ნაწილზეც პასუხისგებლობას? ძალიან კარგი შენიშვნა, მაგალითებით რო ვისაუბროთ. მაგალითად ჩვენ რეგიონულ ოფისებში, რომელზეც მე და თქვენ გვისაუბრია, რეგიონულ ოფისები გვაქვს საქართველოში 8 ლოკაციაზე. ამ რეგიონულ ოფისებში მეწარმე სუბიექტებს ვთავაზობთ კონკრეტული მომსახურების თანადაფინანსებას, მაგალითად ბუღალტერიის სერვისის თანადაფინანსებას, მაგალითად ბიზნეს გეგმის მომზადების სერვისის თანადაფინანსებას, მარკეტინგის, გაციფრულების სერვისის თანადაფინანსებას. ესეც კერძო სექტორის საქმეა და ჩვენ ამ პროცესში კერძო სექტორი ყავს როგორც პარტნიორი. ანუ ჩვენ არ ვაწვდით აღნიშნულ სერვისს, აღნიშნული სერვის კერძო სექტორს, ანუ ჩვენ ბენეფიციერებს აწვდიან ის საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც ყავს დღეს ბაზარზე, ანუ კერძო სექტორი. ჩვენ გამოვდივართ ეგრეთ წოდებული მედიატორის როლში, რომ ერთის მხრივ დაუკავშირდეს ეს ორი მხარე ერთმანეთს, მეორეს მხრივ შევუმსუბუქოთ ტვირთი ჩვენ მეწარმეს იმისათვის, რომ მან გადაიხადოს საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება და მესამე ასევე დაინახოს მან ღირებულება იმაში, რომ მიიღო კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება, რომ მომავალში თავად გაუჩნდეს სურვილი, რომ გადაიხადოს ამაში კონკრეტული თანხა. ზუსტად ანალოგიური შემთხვევა, როცა ექსპორტზე ესეთი კომპლექსურ მიდგომაზე ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ გამოვდივართ უფრო მედიატორის როლში. ჩვენ არ ვიქნებით ის, ვინც მათთან ერთად დაჯდება და გააკეთებს ამ ყოვლისმომცველ გეგმას, იქნება ჩვენი პარტნიორი კერძო სექტორიდან, წარმომადგენელი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელიც მათთან ერთად განახორციელებს ამას. ანუ თქვენ ჯაჭვის აწყობას ვცდილობთ? დიახ, აუცილებლად ვცდილობთ ერთგვარ ჯაჭვის აწყობას, სადაც ყველა რგოლს აქვს საკუთარი ფუნქცია და ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის მედიაციის, კოორდინაციის და იმ ხარჯების შემსუბუქების, რომელიც შეიძლება დააწვეს მეწარმეს ამ მიმართულებით
როცა აპირებს აქტიურად. ეხლა მივედით ჩემი და თქვენი ერთ-ერთ ყველა საყვარელ თემასთან, კაპიტალის ბაზრის მიმართულება, რომელიც წლებია და მხოლოდ ბოლო წლებში ჩანს, რომ რეალურად ამიმართულებით გარკვეული ძვრები გვაქვს სახეზე, მათ შორის თქვენი სააგენტოს დახმარებითაც. სად ვართ ამ ნაწილში და რისი შეთავაზება ან რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ შემთხვევაში კორპორაციას, რომ აი ეს ფონდები და ის ყველაფერი, რომელიც ახლა შესავალ ნაწილში ახსენეთ, რეალურად ამოქმედეს, რეალური სურათი მივიღოთ სახეზე, გაჩნდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფონდი, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბაზარზე გქონდეს დაფინანსების ალტერნატიული კერძო წყარო, რომელიც არ არის ბანკი ან ამ შემთხვევაში მიკროსაფინანსო სეგმენტი, რომელიც შედარებით მცირე თანხაა ბუნებრივია. ძალიან იმედის მომცემი ტენდენციები გვაქვს ამ კაპიტალის ბაზრების მიმართულებით და ძალიან პოზიტიური წელი იყო 2025 წელი ამ ბაზრის განვითარების მიმართულებით. ამის დასადასტურებლად და თვალსაჩინოდ რომ დავინახოთ სულ რამდენიმე სტატისტიკა და რიცხვი იქნება საჭირო. პირველ რიგში მაგალითად ბონდების, ანუ კორპორაციული ფასიანი ქაღალდების მიმართულებით ქონდა რეკორდული წელი 1.5 მილიარდს გადააჭარბა საქართველოში გამოშვებულმა ადგილობრივმა ბონდების მოცულობამ, რაც არის რეკორდული ისტორიის მანძილზე და პერსპექტივაში რო ჩავსვათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე სულ 5.2 მილიარდი ლარის ობლიგაცია გამოშვებული. აქედან 1.5 მილიარდი წინა წელს. ამ ბაზარზე ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ჩართულობა იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 2024 წლის აპრილში ჩვენ ჩავუშვით ამ მიმართულებით პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დღეის მდგომარეობით 1.1 მილიარდს გადავაჭარბეთ უკვე მხარდაჭერილი ემისიების მოცულობით, 14 ბენეფიციარის 22 ემისიას დავუჭირეთ მხარი და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის 6 ბენეფიციარი ამ 14-დან არის პირველადი ემიტენტი. ანუ პირველად გამოჩნდა ამ ბაზარზე და ეს არის ძალიან კარგი მიმართულება და კარგი ძროა. თუმცა ამ ბაზარს აქვს გაცილებით მეტი პოტენციალი. დღესდღეობით ბონდების მიმართულებით 2.7 მილიარდი ლარია, რაც არის პორტფელი, აქტიური პორტფელი, რომელიც არის მთლიანში და პროდუქტის დაახლოებით 2.5-დან 2.7%-მდე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოტენციალი გვაქვს, რომ ავიდეთ 3-დან 3.5%-მდე მოკლევადიან პერიოდში და 5%-მდე დაახლოებით საშუალო და გრძელვადიან პერიოდში და ამ მიმართულებით აქტიურად ჩავერთვებით ბაზრის განვითარებაში. რაც შეეხება უკვე კაპიტალის ფონდებს, რომელიც ასთავაზობენ კომპანიებს არა სასესხო რესურსს, არამედ წილობრივ მონაწილეობას იმისაც, რომ ისინი განვითარდნენ. ამ მიმართულებითაც სხვათა შორის კაპიტალის ფონდების მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. 2025 წელს კაპიტალის ფონდების ქვეშ აქტივების მოცულობა 2.5-ჯერ გაიზარდა, 170 მილიონი ლარიდან 440 მილიონ ლარამდე. თუმცა გამოწვევები უფრო ბევრია ამ მიმართულებით. ეს 440 მილიონი ლარიდან სამწუხაროდ ძირითადი ფინანსური რესურსი მაინც მიმართულია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებზე. ას ნიშნავს ახლა ეს მარტივად ნიშნავს, რომ ფონდი როცა იქმნება, ის ყიდულობს ბონდს ან ყიდულობს სესხს იმისაც, რომ თავის ფონდის შემქმნას მოუტანოს მოგება. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდის სასესხო რესურსი, 1 მილიარდის რესურსი უკვე ფონდების მიმართულებით და ისეთი ფონდების მიმართულებით, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში შევლენ და სხვა ტიპის რესურსს შესთავაზებენ კერძო სექტორს და კონკრეტულად ქართულ კერძო ბიზნესს და ამ მიმართულებით გვაქვს არის კი ბაზარზე ამხელა პოტენციალი კერძო ბიზნესის მხრიდან? ძალიან კარგი კითხვა. 2023 თითქოს არ ჩანს ამდენი კომპანია. ნამდვილად. 2023 წელს მსოფლიო ბანკთან ერთად სააგენტომ ჩავატარეთ განხორციელებადობის კვლევა. ფონდების მიმართულებით სპეციფიურად და სპეციფიურად აი იმ ინსტრუმენტების მიმართულებით, რომელიც ვახსენე. ჩვენ შევისწავლეთ საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესს და საბედნიეროდ გვაქვს იმის საშუალება, არსებობს ქვეყანაში სარასის ბაზები, სადაც კომპანიები ტვირთავენ საკუთარ ფინანსურ მონაცემებს, აუდირებულ ფინანსურ მონაცემებს და შეგიძლიათ რომ რომელიც არის ვალდებულება და საჯაროა და შეგიძლიათ რომ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ შევისწავლეთ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენი კომპანია დაახლოებით იქნებოდა საინტერესო კაპიტალის კერძო ფონდებისთვის და ეს არის დაახლოებით 4000-მდე. მერე მოვახდინეთ ამ კომპანიების ფილტრაცია და ფონდის მენეჯერები გავუშვით 11 კომპანიაში.
11 კომპანიიდან ფონდის მენეჯერის შეფასებით 9 კომპანია უკვე მზად იყო იმისათვის, რომ გადასულიყო საინვესტიციო ეტაპზე და გადასულიყო უფრო ღრმა შესწავლის ეტაპზე. ეს გვაძლევს იმის თქმის მაგრამ რატომ არ აკეთებენ ამას? ანუ პოტენციალს ვერ ხედავენ საკუთარ თავში თუ მაინც სახელმწიფოს მხარდაჭერა ჭირდებათ იმისთვის, რომ ეს გზა გაიარონ? დღევანდელ სიტუაციაში ძალიან შეზღუდულია ფონდების რაოდენობა. სულ თითქმის ჩამოსათვლელია. სულ 2 ფონდია, რომელიც აკეთებს ინვესტიციას მცირე და საშუალო ბიზნესში. აქედან ორივე ფონდი თითქმის დახურვის ეტაპზეა. ერთი ფონდი უფრო სასესხო ინსტრუმენტებს თავაზობდა, ვიდრე წმინდად კაპიტალის ინსტრუმენტებს მომხმარებლებს და მეორე ფონდი ფოკუსირებული და კონცენტრირებული იყო ერთ კონკრეტულ სექტორზე. ზოგადად ამ მიმართულების განვითარების ტენდენციებს თუ განვიხილავთ და თუ შევხედავთ უკვე განვითარებულ ქვეყნებს და მათ მაგალითებს, აქ ძირითადად პირველი ბიზნეს მიმცემი ამ ბაზარს ყოველთვის იყო სახელმწიფო, რომელიც ახორციელებდა ინვესტიციებს ფონდების მეშვეობით. ანუ რომ უკეთესად რომ აღვიქვათ, საუბარია აქ, რომ დამოუკიდებელი ფონდის მენეჯერი აყალიბებს ფონდს, სადაც ერთ-ერთი ინვესტორი 40%-მდე არის სახელმწიფო, დანარჩენი 60% მობილიზებულია კერძო წყაროებიდან ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და მერე ხდება ამ თანხების უკვე ინვესტირება ქართულ კერძო სექტორში. ეს არის ერთი მიმართულება და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როცა დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ვსაუბრობთ, ფაქტორინგის მიმართულება, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი. 2024 წლის მონაცემებით, რომელიც არის ხელმისაწვდომი ბოლო მონაცემების არასე, დაახლოებით წლის ბოლოს ბალანსზე დაახლოებით 20 მილიარდი ლარის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ჰქონდათ კომპანიებს. ანუ მოთხოვნა მესამე მხარეების მიმართ. და ეს არის დაახლოებით მათი შემოსავლის 19-დან 20%-მდე. და ეს მხოლოდ წლის ბოლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებული კონსიგნაციებიდან გამომდინარე და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, მოთხოვნები საკმაოდ დიდი უგროვდება ქართულ კერძო სექტორს. არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელთაც ამ მოთხოვნას გადააქცევ ლიკვიდობად, ანუ გადააქცევ ფინანსურ რესურსად. აქ ძალიან დიდი როლი აქვს ფაქტორინგს და 2026 წელს 1 აპრილის თვეში მივიღეთ კანონი ფაქტორინგის შესახებ, რომელიც ბიზნესს მისცემს ამ ბაზრის განვითარებას და 2027 წლის 1 იანვრიდან შევა ეს კანონი ძალაში. ეს კანონი ძალიან საინტერესო რაღაცებს აერთიანებს. ერთი ეს არის ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც შემოყავს ამ ბაზარზე და ეროვნული ბანკი იქნება რეგულატორი. მეორე ეს არის რეესტრის შექმნა, ფაქტორინგის რეესტრის შექმნა, რომელიც ამცირებს რისკებს ბაზარზე და მესამე სააგენტოს რაც უკვე კორპორაციას აქვს მიზანი რომ შექმნას პლატფორმა ფაქტორინგის მიმართულებით, რომელიც გაუმარტივებთ ფაქტორინგულ კომპანიებს და მცირე და საშუალო ბიზნეს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მოახდინონ აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელება. ეს არის ეს რაღაცა. კი ბატონო. ეხლა ყველაზე ისეთი კითხვა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ხშირად ისმოდა, მეც დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან ხშირად მოგისმენიათ, რომ ის რომ კაპიტალის ბაზარზე ეს ყველაფერი არ ჩამოყალიბდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ფინანსების ალტერნატიული მექანიზმი არსებულიყო, იმიტომ რომ ეს მისი პირდაპირ ის აღიქვამდა და მიიჩნევდა პირდაპირ კონკურენტად და მთელი ეს წლები თუ ვერ ჩამოყალიბდა კაპიტალის ბაზარზე დამოუკიდებელი ინსტრუმენტები, სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული. ასეთი ძლიერი საბანკო სექტორის პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს, რეალურად რამდენად აქვს შანსი აი იმ ყველაფერს, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ? ჩვენი შეფასებით კიდე იგივეს დაუბრუნდები, საბანკო სექტორის სიძლიერე არის ძალიან კარგი, თუმცა საბანკო სექტორთან ერთად უნდა არსებობდეს ალტერნატიული წყარო და ზუსტად ამიტომ გვაქვს ფოკუსი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარებას. ეს მოგცემს იმას, რომ შევძლებთ, რომ უფრო სწრაფად ვიაროთ წინ და უფრო სწრაფად განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, რადგან აქ ჩნდება კონკურენცია და შესაბამისად აქ ჩნდება ხარისხის ზრდა უკვე მომხმარებლისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში არის მცირე და საშუალო თუ მსხვილი ბიზნესი, რომელიც ოპერირებს ქვეყანაში. ზუსტად აქედან და ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფოკუსები გვაქვს იმ მიმართულებაზე, რომელიც ჩამოვთვალე და ჯამურად ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და გაძლიერება შედეგებს და დამატებით შემოსავლებს თუ ბენეფიტებს მოუტანს როგორც საბანკო სექტორს, რომელიც ძალიან ძლიერია და აფინანსებს დღევანდელ კერძო სექტორს, ასევე სხვა მიმართულებებსაც. თუმცა ასევე აუცილებლად არ უნდა გვავიწყდეს როლი, რასაც ფინანსური ინსტიტუტები ასრულებენ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის. ისინი არიან მედიატორები დამზოგველებსა და ინვესტიციის განხორციელებლებს შორის და აქ ძალიან დიდი როლი უჭირავს საბანკო სექტორს როგორც დეპოზიტარს, რომელიც მათ შორის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების ინტერესებს იცავენ
ეს არის დეპოზიტარები, რომლებიც იქ ანთავსებენ საკუთარ რესურსებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სექტორს არ უნდა დავხმაროთ, არ უნდა განვითარდეს. თუმცა ალტერნატივების საჭიროება არსებობს და ძალიან ნათლად და ცხადად არსებობს ქვეყანაში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს მონიტორინგი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც თქვენ უნდა განახორციელოთ იმისთვის, რომ როდესაც განსაკუთრებით თუ როდესაც პირდაპირ გასცემთ ამათ მიმართულებით ცესხს, ბუნებრივია მასე კონტროლის სურვილიც და აუცილებლობაც გიჩნდებათ, ხო? რამდენად სწორად აკეთებს ამას კომპანია, რამდენად სწორად იხარჯება ის ფული, იმიტომ რომ სახელმწიფო დაფინანსებაა, ხო? აი ამ კუთხით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს და როგორ გააკონტროლებთ, რომ აი ეს 40 მილიარდი რომელიც გავა 10 წლის განმავლობაში უნდა გავიდეს ეკონომიკაში და კერძო სექტორში რეალურად იყოს შედეგზე ორიენტირებული. და ბიზნესმა ამ შემთხვევაში ცუდად არ გამოიყენოს ეს სახელმწიფოს მიერ გაცემული ეს დაფინანსება. მოდი ორ ნაწილად გავყოთ კითხვა. ერთი არის კონკრეტულად ის რაღაც ამოცანები თუ ნაბიჯები გადაიდგა თუ არა მათ შორის კორპორაციის მხრიდან და ბიზნესის მხრიდან, რომელიც ჩაერთვება ამა თუ იმ პროგრამაში და მეორეა შედეგი, ანუ გავლენა ეკონომიკაზე, რომელიც ამ გადადგმულ ნაბიჯებს აქვს. პირველი მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც სააგენტო ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. ერთი რომ ჩვენ გვაქვს ყველანაირი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაკონტროლოთ როგორ, სად, რა ფორმით მიემართება ის რესურსი, რომელიც გამოიყოფა ფინანსური სექტორისთვის და მეორე ასევე 2020 წლიდან სააგენტოში არსებობს გავლენის შეფასების მეთოდოლოგია დანერგილი და ამ გავლენას ვაფასებთ ყოველწლიურად და ერთ-ორ მაგალითს მოგიყვებით ამ გავლენის შესაფასებლად. მათ შორის სესხის პროცენტის სუბსიდირების ანალიზის დროს ჩვენ ვიყენებთ ამ მეთოდოლოგიას და ვუყურებთ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და დახარჯულ თითოეულ ლარს რა შედეგი მოყვა. ბოლო შეფასების და ბოლო ნაკადის შეფასების საფუძველზე ეს არის საუბარი 2022 წლის ნაკადზე, რადგან დრო უნდა გავიდეს ცოტა იმისათვის რომ შევხედოს გავლენას. ჩვენს მიერ დახარჯულ ერთ ლარს იმ კომპანიებისთვის, რომელსაც დავეხმარეთ, 35 ლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირეს დამატებით, შედარებით იმ კომპანიებისა, რომელსაც არ დავეხმარეთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვადარებთ კომპანიებს. ჩვენ მიერ დახარჯულმა ერთმა ლარმა დაახლოებით შექმნა დამატებით 11 ლარის მოცულობის მთლიანი შიდა პროდუქტი და დახარჯულმა ერთმა ლარმა სახელმწიფო ბიუჯეტს მოუტანა დაახლოებით 4 ლარი დამატებით შემოსავალი 5 წლის განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი მცირე მაგალითი, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავზომოთ მაგალითად ჩვენი ჩართულობის შედეგი. ესეთი შედეგების გაზომა გვაქვს ყველა იმ პროგრამისა თუ აქტივობისთვის, რომელიცაც ვახორციელებთ. მათ შორის ესეთი შედეგების შეფასების მეთოდოლოგია დგინდება წინასწარ. ანუ რამდენი სესხით გაცემული, ან რამდენ პროექტში დაფინანსებაში ხართ შესული, ასეთი დავუშვათ დათვლა გაქვთ გაკეთებული. უფრო დეტალური. მათ შორის კიდევ უფრო სიღრმეებში რო წავიდეთ, ვაფასებთ ფინანსურ სიჯანსაღეზე რა გავლენა მოახდინა ჩვენმა პროდუქტმა, მაგალითად, იგივე თავისუფალ რესურსზე კომპანიაში, მოგების მარჟაზე, EBITDA-ის მარჟაზე ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ. და წერან დაუბრუნდები, რომ ამის საშუალებას ასე გვაძლევს ის ინფორმაციის გამჭვირვალობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მაგალითად, სარასის ბაზები და შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ კომპანიასთან შეხვიდეთ და ეს არ არის რაღაცა შეგროვებული ინფორმაცია კითხვარის საფუძველზე, ეს არის აუდირებული დასკვნებიდან აღებული ინფორმაცია, თუ ჩვენმა ბენეფიციარებმა რა შედეგი დადეს წლიდან წლამდე, როგორ განვითარდნენ, როგორ გაიზარდა შემოსავლები, როგორ გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა და მე ვადარებთ მათივე მსგავს კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ბენეფიციარები არ არიან და ესეთი არის ათეულობით 1000 კომპანია, რომელიც ჯერ ჩვენი ბენეფიციარები არ არიან, დაახლოებით 20000 ბენეფიციარი გვყავს ჩვენ და აი მათ შედეგებს ვადარებთ მათ კონკურენტებს თუ პარტნიორებს, რომლებიც ფუნქციონირებენ ბაზარზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მესმის რომ ჯერ ეხლა იწყებს კორპორაციის საქმიანობას და ძალიან ბევრი ისეთი კითხვა და თემა, რომელზეც თანდათანობით მოგვიწევს კვლავაც საუბარი, ამიტომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ ყოველი ახალი პროგრამის პრეზენტაციისას და წარდგენისას ამ ეთერში, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც განსაკუთრებულად დაინტერესებს ბიზნესს, ჭირდება მათ ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, იმიტომ რომ კიდევ განმეორდები, რომ აწარმოეს საქართველოში მთელი ამ ხნის განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში გაცემული მხარდაჭერა ფინანსური ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო და შესაბამისად აი 20000 ბენეფიციარს მე არ ვიცი კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული შედეგები მთლად ასეთი თუ იყო, მაგრამ მთლიანობაში რაც მე მომისმენია, საკმაოდ ისეთი კარგი შედეგებით გამოირჩევიან ეს კომპანიები. წარმატებები და სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში ირაკლი გაბრიაძე საუბრობდა.